გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ნიკოლოზ მელიას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით ბრალდების მხარემ გირაოს სახით 50,000 ლარი მოითხოვა, სასამართლომ კი ეს თანხა გაანახევრა. მიუხედავად ამისა, ადვოკატი განმარტავს, რომ მელიას საერთოდ არ უნდა შეხებოდა აღკვეთის ღონისძიება და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თავად ნიკოლოზ მელია დარწმუნებულია, რომ შემდგომ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს. Შენი მოთხოვნა იყო, რომ მას არ უნდა შეფარდებოდა არც ერთი აღკვეთი ღონისძიება და იყო დასაბუთებული, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე არსებობს აღკვეთი ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი და შეუფარდა გირაო 25,000 ლარის ოდენობით. ჩვენ მას გავასაჩივრებთ 48 საათში, როდესაც ის განმოგვეცემა აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში. დღეს ბრალის ნაწილზე არ იყო შეელობოდა საუბარი, მაგრამ როდესაც არსებითი განხილვა დაიწყება, იქ გამოჩნდება, რომ რეალურად ბრალდების ხარის არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმ ნაწილში, ისინი მე მედავებიან.